ისტორია, რომელიც მახსენდება. არის რაღაც ისტორიები, რომელიც აჩვენებს რაღაც რეალიზაციას. მაგალითად, ლამა ლინას მასწავლებელი ვანგდო რინპოჩე. ხო, იყო ტუგდამში 10 დღის მერე. ესეც მაგალითად ითვლება რეალიზაციის ერთ-ერთ ნიშანად. ტუგდამი რა არის? როდესაც კვდება ოსტატი, მისი სხეული არ იხსნება რამდენიმე დღის განმავლობაში. გულის არე რჩება თბილი, არც ივდება ბოლომდე სხეული და კანი რომ გამოწიო, მკვდარი ადამიანის რჩება ისევ გამოწეული. იმიტომ რომ სისხლის მოძრაობა არ არის და ელასტიურობას კარგავს. და ტუგდამში ყოფის სხეულის კანი თუ გამოწია, ისევ უბრუნდება თავის საწყის მდგომარეობას და ასევე ფერი ძალიან მალე მკვდარი სხეულის ფერი თუ არ გააბატიოსნეს, ასე ვთქვათ, ხდება იასამნისფერი. მალე პობას იწვევს და იქ ფერს არ იცვლის სხეული. ეს ნიშნავს, რომ, ასე ვთქვათ, მაგალითად ეს მაგას ნიშნავს ახსნით, ბუდისტური ახსნით, რომ ენერგიები ცენტრალურ ახლში შევიდა, თავიდან და ჭიპის ქვედა ცენტრიდან კაცური და ქალური ენერგიებმა თავი მოიყარა გულის ცენტრში, სადაც არის ეგრეთ წოდებული indestructible drop, ანუ დაუნგრეველი წვეთი. ეს არის ყველაზე ნატიფი ენერგია, რომელიც არის, საიდანაც ჩაგრების ჩამოყალიბება იწყება და პრაქტიკოსი რჩება ამ გულის არეში და აგრძელებს მედიტაციას. და ესეთი რაღაცები ხდება, სხვა შორის დალაი ლამამ აკურთხა მეცნიერების პროექტი, რომელიც სწავლობენ ტუგდამის ფენომენს და რაღაც 1-2 დოკუმენტური ფილმიც არის გადაღებული ტუგდამის შესახებ, სადაც მეცნიერები ამოწმებენ გარდაცვლილი პრაქტიკოსების სხეულს, რომლებიც ტუგდამში არიან. ცოტა რთული შესამოწმებელია, იმიტომ რომ ახლა რომ მოკვდება, წარმოიდგინე ეგრევე უნდა გაფრინდეს ის ჯგუფი იქ, ხუთები ცოტა რთული შესასწავლი ფენომენი არის. იმიტომ რომ ეს არის ტიბეტში, ინდოეთში, ნეპალში და დიდი არეალია და ახლა უწევთ მოგზაურობა, რომ ჩაუსწრონ ახლა და შეიძლება ეს იყოს 3 დღე, შეიძლება იყოს 7 დღე, ვანგდო რინპოჩეს ავით 10 დღე. და ესეც მაგალითად არის ფაქტი და ნიშანი რეალიზაციის, რომ ეს რაღაცები არსებობს და ესე არ შეუძლიათ სხვა ადამიანებს, ვინც არ მედიტირებენ. ყველა სხეული იწყებს სიკვდილის მერე ეგრევე ხსნას, ყოფობას. არავის გულის არე არ რჩება თბილი 10 დღის განმავლობაში. და ეს უკვე დოკუმენტური ფილმებიც არის, მეცნიერული კვლევებიც არის და შეგიძლიათ გაეცნოთ, თქვათ, ხო? ვანგდო რინპოჩეს ერთ-ერთი მასწავლებელი ჯანგჩუ დორჯე, რომელიც იყო სხვა შორის ნამქაინორბუ რინპოჩეს მასწავლებელი, რომელიც ძალიან ცნობილი დოქჩენის ოსტატი იყო მე-20 საუკუნეში. ეს ჯანგჩუ დორჯე ტიბეტელი ოსტატი იყო, მან მიაღწია ცისარტყელის სხეულს. ცისარტყელის სხეული არის, როდესაც სიკვდილის დროს სხეული ქრება მთლიანად. ჯერ მცირდება ზომაში და შემდეგ საერთოდ ქრება. შეიძლება არ დარჩეს არც ფრჩხილები და თმები, ან შეიძლება დარჩეს ფრჩხილები და თმები. უთვლება თუ ფრჩხილები და თმებიც არ დარჩა, რომ სრული ცისარტყელის სხეულია. ზუსტად არ მახსოვს როგორი შემთხვევა იყო ჯანგჩუ დორჯეს შემთხვევაში, მაგრამ მიაღწია მან ცისარტყელის სხეულს. არის ასევე მცირე ცისარტყელის სხეულის ნიშნები, სადაც სხეული ზომაში მცირდება. მაგალითად რაღაც 1.70 ტიბეტელები ძალიან მაღლებიც არ არიან, მაგრამ შეიძლება იყვნენ 1.80 სიმაღლის ადამიანები. შემცირდა შეიძლება იყოს 9 მეტრი მთელი სხეული. და ამის ფოტოებიც არის. ეს დღემდე ხდება. ეს ხდება, ეს არ არის ძალიან იშვიათი. ეს ხდება, ფოტოებსაც უღებენ, მე ამას ახვევენ იმაში ნაჭრებში და ინახავენ ამ სხეულს კიდევ გაიხანი. მე როცა წვავენ
მე როცა წვავენ რელიკვიების სტოვებს ესეთი სხეულები. ან რომც არაჩვენოს ოსტატმა მცირე სისარტყელის სხეული უბრალოდ გარდაიცვალოს დუგდამში. მასაც როცა წვავენ, ხშირად პოულობენ რელიკვიებს. რელიკვიები რა არის? შეიძლება თავის ქალა დაწვის მერე ხო არ იწვება, ძვლები და რაღაცები და ტარა არის გამოსახული. მანდალა არის გამოსახული. გამოსახული კი არა, ქანდაკებასავით, ან ფორმა აქვს მიღებული. როგორც ქანდაკებას ჩვეულებრივად. და ეგეთი ძალიან ბევრია ეს. ეს ისტორიები გვეხმარება ცოტა რწმენის განვითარებაში. ხო, ინსპირაციის მიღებაში. ეს რელიკვიებიც რისთვის არის? რისთვის ღებულობენ ამ რელიკვიებს, რომ და ინახავენ, თქვათ, არის ნაროპას ტრუმპეტი, ნაროპას ვაჯრა შენახული და ძველი ოსტატების ესენი და არის რელიკვიები, რომელიც მათი სხეულის დაწვისას დარჩა, თქვათ, ქანდაკება. ესმის პირდაპირ ქანდაკება, პატარა, მაგრამ აშკარად კონკრეტული ღვთაების ქანდაკება არის ძვლიდან გამოსული მისი დაცვის შემდეგ. და ხო, და ეს უბრალოდ აღვიძებს შეიძლება ნდობას, წმენას და ინსპირაციას იძლევა, რომ ეს მარტო ესე არ არის, ანუ თუ აპრაქტიკე, მიაღწევ შენს მაღალ რეალიზაციებს. და ასე ქვები არის დაბეჭდილი ხელებით. ხო, კი, ანუ ზოგჯერ აჩვენებენ დიდი ოსტატები ამას, ხელს ყოფენ ქვაში. და კლდეებში და სავსე არის ესეთი კლდეები ტიბეტში. არა მარტო ტიბეტში, ნეპალშიც. ლამა ცულდრი მალიონე დაბადიჟა მაგალითად ერთ-ერთი ძოჩენის ოსტატი თავისთან ტარა მანდალაში, კალიფორნიაში, რომელიც ცნობილი იყო იმით, რომ ქვაში ხელს ატარებდა. და რაღაც პროგრამა ჩაატარა ამ კაცმა და სთხოვა, რომ ეს გაეკეთებინა მათთვის. და ამ კაცმა უთხრა, რომ 5 ადამიანი მოძებნე, ვისაც რწმენა აქვსო და მოიყვანე. და მოგეთ როცა წავედიო ეს ხვება ლამაცულდრიმი ვეძებდიო ადამიანს, რომელსაც რწმენა ჰქონდა. მოგეკითხები, შენ რწმენა გააქვს თუ არა? და მოგეთ ვიღაცები ვიპოვე, არ ვიცი რამდენად ჰქონდა, ქვა მიუდანეო პატარაო. აიღო სფეთ მარცვალი დაიძახაო, თითი ჩაღო და ჩავიდაო. ბოლომდე არ გავიდაო და ნახევრამდე იყო ჩაყოფილი და ინახავენ დღესაც ტარა მანდალაში მაგ ქვას. ლამაცულდრიმს აქვს ეს. და თქვა რომ ბოლომდე არ გავიდა, იმიტომ რომ რწმენა არ ქონდათ და მომდამსწრეებსო საკმარისად დიდია. ამალინას გამსმენია ასევე ბევრი მსგავსი შემთხვევის შესახებ. მოგეთ, okay. Those are good stories, but they are real, I think. They are real. და ხო, ეს რაღაცები აჩვენებს ხაზის ტრადიციის ავთენტურობას, ძალას და ასე შემდეგ.